ადამიანი რო გარდაიცვალა, მისი ფრაზა იყო, გინდა გამდირდეს შექმენი საკუთარი რელიგია. ანუ ის იყო ცინიკური ადამიანი, ამას რატო ამბობ? რატომ ქონდა მას უპირატესობა? რატო ქონდა მას უპირატესობა? ის იყო ცინიკოსი ადამიანი. ის არ იყო ემოციურ მასში ამ ადამიანებთან. და როცა არ ახარ ემოციურ მასში ადამიანებთან, როცა არ ახარ ემპათიური ადამიანების მიმართ, გაცილებით გიმარტივდება, იყო უფრო სასტიკი სამანიპულაციო ტექნიკების შერჩევის დროს და მოწყვლად ჯგუფი მართო. ის რო ყოფილიყო ემოციურ მასში, საერთო ღირებულებების გაერთიანებაზე ვერ შეძლებდა ამ შედეგების გადადებას. კი, თუმცა მაინც ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ვფიქრობ, ჩემს ძალიან საინტერესოა ის მომენტი მის გონებაში რა ხდებოდა ამ დროს, იმიტომ რომ სადღაც რაღაც მომენტში ხო ვაბანკზე წავიდა, როდესაც თქვა რომ კითხვა დასვა, ვინ უნდა იცხოვოს. არა, მას მანამდე გამზადებული ქონდა, ეს არ იყო ერთი დღის შედეგი. მას მომზადებული ქონდა, მას ქადაგებების დროს ეს იყო მომზადებული